1944 წლის 14 ნოემბერს სამხრეთ საქართველოში სადույრთო მანქანების უსასრულო რიგი გამოჩნდა. საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს ჯარის ქვედანაყოფებმა ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონებში მცხოვრებ მუსულმანებს სოფლის ცენტრებში მოუყარეს თავი. რამდენიმე საათი მისცეს ნივთების ასაღებად, 3 დღის საკვების მარაგის მოსამზადებლად და მანქანებში ჩასასხმელად. 100,000-მდე ადამიანი სამხრეთ საქართველოს 220 სოფლიდან ერთ ღამეში აყარეს და შუა აზიის გზას გაუყენეს. საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში შეყრილმა ხალხმა გზაში თვეზე მეტი გაატარა. გზავრობის დროს რამდენიმე ასეული ადამიანი გარდაიცვალა. ამ საიდუმლო ოპერაციის ავტორები კრემლის 2 ქართველი, იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია იყვნენ. გასახლების საიდუმლო ინსტრუქტაჟში ეს ხალხი თურქებად არიან მოხსენიებულნი. ადგილობრივ მუსულმანებს ბრალი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე თურქეთთან თანამშრომლობასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში ედებოდათ. ამ ისტორიიდან 60 წელზე მეტი გავიდა. მესხებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება დღემდე ვერ მიიღეს. ისინი ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, უკრაინაში, ამერიკასა და რუსეთში არიან გაბნეულნი. ყველაზე მეტი დაახლოებით 80,000 ადამიანი აზერბაიჯანში ცხოვრობს. მათ დღეს თურქ მესხებს უწოდებენ. წელს, როდესაც რუსეთის არმიის გენერალმა პასკევიჩმა რუსულ-ქართული ჯარით ახალციხეს ალყა შემოარტყა, ქართული წარმოშობის ახალციხის უკანასკნელმა მმართველმა იზმაილ ფაშა ჯაყელმა ბრძოლის წინ სიტყვით მიმართა ქალაქის დამცველებს, რომელთა დიდი ნაწილი მაჰმადიანი ქართველი იყო. თუ დღეს რუსები აქ ფეხს დაადგამენ, სამუდამოდ ვკარგავთ სამშობლოს და ოჯახებს. პასკევიჩის ბრძანებით ქალაქი დაბომბეს და პიწმიდად გადაწყვეტეს. ქალებმა და ბავშვებმა მეჩეთებში შეაფარეს თავი იმ იმედით, რომ ცოცხლები გადარჩებოდნენ. გენერლის ბრძანებით ისინი იქ ცოცხლად წაწვეს. როდესაც გენერალი პასკევიჩი 10 დღიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ ქალაქში შევიდა, მას და მის ჯარისკაცებს საოცარი სურათი წარმოუდგა თვალზე. ქალაქისათვის ბრძოლების დროს დახოცილთა შორის მამაკაცების დასაცმელში გადაცმული 100-ზე მეტი ქართველი მუსულმანი ქალი აღმოაჩინეს. ისინი ქალაქის დამცველებთან ერთად რუსეთის არმიის წინააღმდეგ თავგანწირივთ იბრძოდნენ. წელს ომის დამთავრების შემდეგ ანდრიაპოლისის ზავის თანახმად ახალციხის საფაშოს 24 რაიონიდან 10 რუსეთის იმპერიას გადაეცა. ახალციხის ოპერაციისათვის პასკევიჩმა ფელდმარშლის წოდება მიიღო. მან თავისი დიდების უკდავსაყოფად ჯაყელების ტახტი და გერბი მოგილოში თავის მამულში გაგზავნა.
მესხი გლეხები ყველა ქართველები არიან, თუმცა გამაჰმადიანებულნი. წერდა მესხეთში ჩასული ერთ-ერთი რუსი სტატისტიკოსი. ისინი გულთბილნი, მომფერებელნი, დამოკიდებულებაში გულკეთილნი და სტუმართმოყვარენი არიან. რელიგიის შეცვლის მიუხედავად, მათ შემოინახეს და წმინდად იცავენ თავის წინაპართა ზნეჩეულებებს. ყველა ქართულად ლაპარაკობს, თუმცა იციან თურქულიც. მესხეთში რუსული მმართველობის დამყარებისთანავე იმპერიამ მთავარ ამოცანად მაჰმადიანი ქართველების შევიწროება და მათი განდევნა დაისახა. ახალციხილებს არ უხარიათ რუსული იარაღის გამარჯვება, წერდა პასკევიჩი იმპერატორს. ომის დროს ვერ შევძელით მათი განდევნა და გადასახლება, თუმცა ომის შემდგომ, როდესაც რამდენიმე პატივცემული მუსულმანი გთხოვდა თურქეთში გადასახლებასა და მიწის გაყიდვის თანხმობას, ეს კარგად გამოვიყენეთ, მათ მივეცით ამის ნებართვა. ასევე მოვიქეცით დანარჩენი მოსახლეობის მიმართ. პასკევიჩის გეგმით მესხეთ-ჯავახეთის დაცლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე იმპერიის საზღვრების უსაფრთხოების მიზნით ქრისტიანი სომხები და რუსები უნდა ჩამოესახლებინათ. რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო მოსახლეობისაგან მიწების შესყიდვა. ამ პროცესს ხელი იმანად შეუწყო, რომ თურქეთის სახელმწიფო მათი რელიგიური ლიდერები მაჰმადიან მოსახლეობას თურქეთში გადასახლებისაკენ მოუწოდებდნენ. სულ რაღაც 2 წელიწადში მესხეთის ნაწილი და ჯავახეთი თითქმის მთლიანად დაიცალა. უკვე 1830 წელს მაჰმადიანი ქართველების ნამოსახლარებზე 35,000 არზრუმელი ქრისტიანი სომეხი და შედარებით მცირე რაოდენობის სექტანტი რუსული ოჯახი მესხეთ-ჯავახეთში უპრობლემოდ ჩაასახლეს. იმ მაჰმადიან ქართველებს, ვინც მოგვიანებით დაბრუნება მოინდომა, რუსეთის ხელისუფლებამ უკვე უარი განუცხადა. ასე გარეკეს პირველად მესხეთ-ჯავახეთიდან ქართული მაჰმადიანური მოსახლეობა. ახალციხის აღებიდან 50 წლის შემდეგ, 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის მეორე ომის დროს, რუსეთის იმპერიამ ისტორიული ქართული ტერიტორიების დიდი ნაწილი კიდევ წაართვა თურქეთს. მესხების მეხსიერებაში რუსეთის იმპერიისადმი სიძულვილი აღარასოდეს წაშლილა. რუსული ხელისუფლებისაგან ზრუგშექცეულმა მესხმა დიდებულებმა თავიანთი შვილების განათლებისთვის ბაქოს, სტამბულსა და ერზრუმს მიმართეს, რის გამოც უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველ მაჰმადიანთაგან აღიზარდნენ ფანატიკოს პანთურქისტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები. ახალციხის საფაშოს გაუქმებიდან 90 წლის შემდეგ, 1917-19 წლებში, რუსეთის იმპერიის დაშლას მესხეთში სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლის ზღვრა მოჰყვა, რომლის სათავეში ადგილობრივი ქართული მაჰმადიანური ელიტა აღმოჩნდა. მათ ახალციხის უკანასკნელი მმართველის იზმაილ ფაშა ჯაყელის ერთ-ერთი შთამომავალი, სერვერ ბეგ ჯაყელი ლიდერობდა. 1917 წელი. მესხეთი. მაჰმადიანთა ყრილობა. გამაჰმადიანებული ქართველი ომარ ფაიქ-ყიფიანი სიტყვით მიმართავს ყრილობას. რუსეთის ბატონობა უკანასკნელ დღეებს ითვლის. ჩვენი მიზანი ნათელია აჭარის, ფოცხოვის, ახალქალაქის და ახალციხის მაზრები გამოვიყოს თბილისის გუბერნიას და შეუერთდეს ყარსის მხარეს. რუსეთში დასრულებული სამოქალაქო ომი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. მათ ჩვენთვის არც არიან. ჩვენი სამხედრო მინისტრი სერვერ ბეგ ათაბაკ ჯაყელი უკვე რაზმებს აგროვებს. ქრისტიანებმა უნდა გაიგონ, რომ მათი ადგილი აქ არ არის. ჩვენი მომავალი მოწმე თურქებთანაა. აზერბაიჯანელებთან და თურქებთან ერთად შევქმნით დიდ სახელმწიფოს. ამასთან ერთად ჩრდილო კავკასიელი მაჰმადიანებით შეგვიერთდებიან და ჩვენი მიზანია დიდი პანისლავური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამიტომ ან დღეს, ან არასოდეს
ერთადერთი ადამიანი ყრილობაზე, ვინც წინააღმდეგობა გაუწია მაჰმადიანებს, ახალციხის გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე აღმოჩნდა. დღემდე მეგონა, რომ თქვენ იმ მესხების შთამომავლები ხართ, რომლებაც ერთიან საქართველოს შეაუყარეს საფუძველი. სინამდვილეში კი ჩვეულებრივი ოსმალოები ყოფილხართ. ეს არის საქართველო და საქართველო იქნება ყოველთვის. იმ ხალხს, ვინც თავის სარსულს ივიწყებს, მომავალი არ ექნება. სერვერბეგი ჭკვიანი და განათლებული ადამიანი იყო. პეტერბურგსა და პარიზში საუკეთესო ცოდნა ჰქონდა მიღებული. იგი თავიდან არ უთანაგრძნობდა პროთურქულ მოძრაობას. თუმცა სოციალისტურმა რევოლუციამ დააფრთხო და ააღელვა მესხეთის მაღალი კლასის წარმომადგენლები. აგრარულმა რეფორმამ კი ძირფესიანად შეცვალა მიწათმფლობელთა მდგომარეობა. მათ უამრავი მამულები დააკარგვინა. ყველაფერმა ამან პროთურქულ მოძრაობას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა. სულ ცოტა ხანში შალვა მაღლაკელიძეს სერვერბეგ ჯაკელი წარუდგა. ვინაიდან ეს ტერიტორია ძირითადად დასახლებულია მუსულმანებით, თქვენ ვალდებული ხართ მთელი ძალაუფლება ჩვენ გადმოგცეთ. მუსულმანებით დასახლებული ტერიტორია თბილისის გუბერნიას უნდა გამოიყოს და ახალ ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბდეს. ახალციხე უნდა გამოცხადდეს სამცხე ჯავახეთის და არტაანის მთავარ ქალაქად. ქალაქს დაერქმევა თურქული სახელი ახსხა. ახალციხეში არსებულ საბრძოლო იარაღის მარაგს ჩაიბარებენ მუსულმანი მოხალისეები. იცოდეთ, ახალციხე ალყაშია. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ჩვენ იმაზე მეტი ძალა გვაქვს, ვიდრე თქვენ გონიათ. ახალციხე თბილისს ემორჩილება. სანამ თქვენი დაპატიმრების ბრძანება გამიცია, მანამდე დატოვეთ ქალაქი. ჩვენ მაჰმადიანების კატეგორიული მოთხოვნები გადმოგეცით. ომარ ფაიკი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ღამით ქალაქთან დაგხვდებათ. გამაჰმადიანებული ქართველი წარჩინებული ომარ ფაიკი ნამიზადე ყიფიანი წარმოშობით აწყურის რაიონის სოფელ აგარიდან იყო. მან განათლება სტამბოლის უნივერსიტეტში მიიღო. 1917 წელს მესხეთში დაბრუნდა და ჩამოაყალიბა შეერაღებული რაზმები. მას რამდენიმე ასეული მეომარი ჰყავდა. დროშაზე, რომელზეც გამოსახული იყო ნახევარმთვარე და ვარსკვლავი, არაბულად ეწერა: გაუმარჯოს თავისუფლებას. სწორედ ომარ ფაიკი იყო ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ანტიქართული აჯანყების პირველი მოთავე. საუკუნეების მანძილზე ახალქალაქის, ახალციხის და მოცხოვის კუთხეები ჩვენი წინაპრების იყო. დღეს კი რა? თვით ცენტრი ახალციხე ერზრუმელის სომხების ხელშია და ჩვენ ამ მდგომარეობას ვერ შეურიგდებით. სისხლის დაუღრელად შეგვიშვი ქალაქში. საღამომდე მთელ სომხებს ამოხოცავთ და მერე ვილაპარაკოთ ჩვენ ძმებ თურქებთან. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. ახალციხე ალყაშია, იცოდე. შვილო, რა თიცევ მაგ სომხებს? სწორედ ეგენი არიან ქართველების მტერნი და არა ჩვენ.
საბოლოოდ ამ დაპირისპირებაში ქართველები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ისინი ახლა მხოლოდ რელიგიური ნიშნით გაიყვნენ. ერთ მხარეს ქრისტიანი ქართველები და სომხები იდგნენ, ხოლო მეორე მხარეს მუსულმანი ქართველები პროტორქული განწყობით. სომხურ დიასპორას მესხეთში კონკრეტული მიზნები ჰქონდა. 1917 წელს, როგორც კი მუსულმანური მოძრაობა დაიწყო, ახალქალაქის მაზრა ადგილობრივმა სომხურმა ადმინისტრაციამ ჩუმად ამოწერა თბილისის გუბერნიიდან და ერევნისას მიაწერა. მაგრამ მაღლაკელიძემ ამ გადაწყვეტილების ავტორები დააპატიმრა და სომხური ადმინისტრაცია ქართულით შეცვალა. ასეთი რთული ვითარება იყო შექმნილი მესხეთში, როდესაც იქ მაჰმადიანებმა ქრისტიანების დარბევები დაიწყეს. შეტაკებები დიდ სისხლისღვრებში გადაიზარდა. გიორგი ჯინჭველაძე მაშინ 7 წლის იყო, თუმცა ქრისტიანთა და მაჰმადიანთა ომი კარგად ახსოვს. ხათრები რომ შემოგვესივნენ პირველად, ოქრომეზე მაქსა იყო. თავის კარებში გამოიყვანეს ხარა, თოფი, ფული. არამა კაცო წაიღეს, დაახალეს თავში წვა, თავის კარებში მოკლეს. ქალი გამოვიდა, დაეხო ქმარ დაიწყო ძილი, დაახალეს, ქალით დააკლეს. შემიესივნენ სოფელში. აღარ ცხარი დარჩა, აღარ ძოხარ, ყველაფერი დაგვართეს, დაიყვანეს. მაშინ, როცა მესხეთში სამოქალაქო დაპირისპირება მძვინვარებდა, თურქეთის არმიამ საქართველოს საზღვრები გადმოკვეთა. თურქებმა არათუ მესხეთი, ბათუმი და ოზურგეთიც კი აიღეს. 6 თვის განმავლობაში აჭარასა და მესხეთში თურქული საოკუპაციო ჯარი იდგა. შემოგაწერეს გადასახადები. თუ იყო მანეთი, დაგვაწერეს 10 მანეთი, 100 მანეთი. ოსმალოთა ხელისუფლებას დიდი დღე არ ეწერა. თურქეთი პირველ მსოფლიო ომში სასტიკად დამარცხდა და საზავო ხელშეკრულების მიხედვით იძულებული გახდა კავკასიაში 1878 წლის საზღვრებს დაბრუნებოდა. ამ ფაქტმა მესხეთში მცხოვრები მაჰმადიანების უკმაყოფილების ახალი ტალღა გამოიწვია. მაჰმადიანები ახალციხის უბრძოლველად დატოვებას არ აპირებდნენ. რორი სამწუხაროდ თურქები ახალციხეს ტოვებენ. გამოდის რომ ჩვენი მხარე ისევ საქართველოს უნდა შეუერთდეს. რაც ჩვენთვის დაუშვებელია. დაუყოვნებლივ უნდა გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა. დავთხოვოთ თურქეთს ძალაუფლება არა თბილისს, არამედ ჩვენ გადმოგცეს. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ახალციხის მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს დეკლარაცია მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩა. თურქები ზავის პირობების თანახმად იძულებულნი გახდნენ ხელისუფლება თბილისისათვის გადაეცათ. მაგრამ საქართველოს კონტროლი მის ისტორიულ ტერიტორიებზე მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინა. პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა, ინგლისმა და საფრანგეთმა სამუსულმანო საქართველოს დიდ ნაწილზე თავიანთი მმართველობა გამოაცხადეს. ბრიტანელებმა იმ ტერიტორიების ნაწილზე, რომელსაც ადრე თურქები აკონტროლებდნენ, ახალი მარიონეტული სახელმწიფო დააარსეს. მას სახელად სამხრეთ-დასავლეთ კავკასია უწოდეს, დედაქალაქად კი ყარსი გამოაცხადეს. ბრიტანელების წყალობით სწორედ ბათუმი გახდა ანტიქართული მოძრაობის დასაყრდენი სამუსულმანო საქართველოში, სადაც ახალი აჯანყება მზადდებოდა. 1919 წლის იანვარში ფოცხოვის მხრიდან ახალციხისაგან მუსულმან ქართველთა შეიარაღებული ნაწილები დაიძრა. ისინი გზადაგზად წვავდნენ ქართულ და სომეხ ქრისტიანთა სოფლებს და სასტიკად არბევდნენ მათ. შეიარაღებული რაზმები, რომლებსაც სერვერბეგ ჯაყელი ხელმძღვანელობდა, დამოუკიდებელი საქართველოსთან მესხეთ ჯავახეთის გამოსვლისათვის და ახლად დაარსებულ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ახალი ძალით იბრძოდა. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობის ხელმძღვანელობა ძირითადად თურქებისგან შედგებოდა. ინგლისელების მხარდაჭერის მიუხედავად, ისინი მომავალში ამ ტერიტორიების თურქეთთან შეერთებას გეგმავდნენ. მაჰმადიანური აჯანყება ერთბაშად მოედო მესხეთს. თათარმანა დაგხუცლს. გამოაცხადა ეკლესიის კარები. ალდეთი და ყველამ რასაც შეგეძლია წაიღეთო. რანა წაიღო ვერაფერი. რას გეუბნები ხარ ხადა ხარი წაიღე და რა დანარჩენი
ზურგით რას წაიღენი. ცოცხალი გადავშით წავედი. ძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარი იძულებული გახდა ახალციხე დაეტოვებინა. სერვერ ბეკ ათაბაგი ახალციხეში შევიდა. მან თავისი წინაპრების ჯაყელების მფლობელობა თითქმის 100 წლის შემდეგ დაიბრუნა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი ათაბაგი თავის სამფლობელოს მხოლოდ 16 დღით განკარგავდა. თბილისში საგანგებოდ შეკრებილმა მთავრობამ ახალ სარდლად გენერალი გიორგი კვინიდაძე დანიშნა, რომელიც გაძლიერებული ჯარით დაიძრა მესხეთისაკენ. სერვერ ბეკის ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა, თუმცა კვინიდაძის სამხედრო ნაწილები უკვე მოქმედებდნენ. რამდენიმე დღეში ქართული ჯარი ახალციხეში უბრძოლველად შევიდა. კვინიდაძის ნაწილებს ინგლისის სარდლობის პროტესტის მიუხედავად მარში აღარ შეუჩერებია. მათ სულ მალე არტაანი აიღეს. ხარსის სახელმწიფოს დიდი ნაწილი, რომელზეც საქართველოს რესპუბლიკას კანონიერი პრეტენზია ჰქონდა, საქართველოს დაუბრუნდა. ბრიტანელებიც მალე დარწმუნდნენ, რომ სამხრეთ-დასავლეთის სახელმწიფო არა მათ, არამედ თურქეთის ინტერესებს ემსახურებოდა და მთელი მთავრობა უკლებრივ დააპატიმრეს. შემდეგ კი კუნძულ მალტაზე გადაასახლეს. სერვერ ბეკმა თურქეთში შეძლო გაქცევა. ასე შეწყვიტა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის სახელმწიფომ 4 თვიანი არსებობა. დამოუკიდებელმა საქართველომ მთლიანად აღადგინა კონტროლი თავის მიწა-წყალზე. ყველა ისტორიული პროვინცია ოლთისის გარდა საქართველოს რესპუბლიკამ მტკიცედ შემოიერთა. სამოქალაქო ომი, რომელიც თითქმის 2 წელი გრძელდებოდა და რომელმაც მესხეთში როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსულმანებს დიდი ტანჯვა და უბედურება მოუტანა, 1919 წელს როგორც იქნა დასრულდა. ხალხი საზარელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებოდით შიმშილისაგან დავარდნილ ადამიანს. ბალახის ჭამისგან ყველა სტუჩები ჰქონდა დახეთქილი. უამრავი ოჯახი ამოწყდა, ვისაც შიმშილისაგან შორს წასასვლელი ძალა არ ჰქონდა, სახლის ახლოს სწოვდა ბალახს. საქართველოს რესპუბლიკამ აჯანყების ჩაქრობის შემდეგ წარმატებული პოლიტიკის გატარება დაიწყო სამუსულმანო საქართველოში. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა უკვე უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 1921 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსულმა არმიამ თბილისი აიღო და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა გააძევა, რუსეთმა და თურქეთმა 16 მარტს მოსკოვში დადეს ხელშეკრულება. ლენინისა და ქემალ ათათურქის ხელისუფლებამ სამუსულმანო საქართველო 2 ნაწილად გაყო. ნათესავები და ერთი ოჯახის წევრებიც კი სხვადასხვა სახელმწიფოში აღმოჩნდნენ. საქართველომ დაკარგა ართვინის ოლქი, რომლის მოსახლეობა შეადგენდა 61,000. ამათგან 56,000 ადამიანი ქართველი იყო. ფოცხოვის უბანი 15,000 მოსახლე, 15,000-ვე ქართველი. არტაანის ოლქი მოსახლეობა 56,000, აქედან ქართველი 15,000. თურქეთს გადაეცა ასევე ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები მათი აღსარებლობის გამო ჯერ თურქებად, მოგვიანებით კი აზერბაიჯანელებად გამოაცხადეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბოლშევიკებს ახალციხესა და ადიგენში რაიკომის მდივნები აზერბაიჯანიდან ჩამოჰყავდათ, ხოლო წერა-კითხვის უწოდინრობის სალიკვიდაციო სკოლებს აზერბაიჯანულ ენაზე ხსნიდნენ. ხალხში ოდნავ ბჟუტავი ქართული სული, რომელიც შეიძლებოდა კიდევ გაღვივებულიყო, მთლიანად ჩაკვდა. ამ მოსახლეობის შემოტრიალება სავსებით შეიძლებოდა საქართველოსაკენ. სავსებით შეიძლებოდა, იმიტომ რომ ბევრმა ქართული ენა იცოდა კიდევ, ზნეჩოულება, ადათ-წესები, რელიგიური რიტუალები შენარჩუნებული ჰქონდათ. მესხების ბედი საბოლოოდ ისევ ქართველებმა გადაწყვიტეს. ამ შემთხვევაში 2 ადამიანმა, სტალინმა და ბერიამ. სრულიად საიდუმლოდ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ამხანაგ სტალინს 1944 წლის 24 ივლისი. საბჭოთა საქართველოში თურქეთის საზღვარზე თურქული მოსახლეობა ცხოვრობს.
ამ მოსახლეობის დიდ ნაწილს თურქეთის მხარეს სასაზღვრო ზოლთან ნათესაური კავშირები აქვს. ამჟღავნებენ ემიგრაციულ განწყობას. კონტრაბანდისტობენ. ეწევიან შპიონაჟს თურქეთის სასარგებლოდ. თანამშრომლობენ რა მათ სპეცსამსახურებთან. საბჭოთა კავშირის საზღვრის უკეთესი დაცვის მიზნით საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი მიიჩნევს გადასახლებულ იქნას ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ბოგდანოვკის რაიონებიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი სოფლიდან ყაზახეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში 16700 თურქული, ქურთული და ხემშილური ოჯახი. სულ 86000 ადამიანი. თურქების გასახლების შემდეგ მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ადგილზე საქართველოს სხვადასხვა მცირემიწიანი რეგიონებიდან 7000 ოჯახი ჩამოვასახლოთ. ღონისძიება შეთანხმებულია საქართველოს ხელისუფლებასთან. წარმოგიდგენთ რა ამ დოკუმენტს თავდაცვის კომიტეტი ითხოვს თქვენს თანხმობას ღონისძიების გასატარებლად. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი ბერია. მაჰმადიანი ქართველი ანზორ ბერიძე ომიდან ახალი დაბრუნებული იყო. ფრონტის წინა ხაზზე მძიმედ დაჭრილმა მეომარმა დემობილიზაცია ვადაზე ადრე მიიღო. ის პარტიული მუშაკი იყო, თუმცა რა ხდებოდა კომუნისტური პარტიის კულუარებში, რა თქმა უნდა, არ იცოდა. მე თვითონ პარტიის წევრია. პარტიის წევრია. გაიგე. კომუნისტების არატორეთ გააკეთეს საქმე. პარტიის თავრობა იყო მაშინ. სადაც აღლამ კომუნისტი. ვინ არის ბრალდებული? ვინ თვითონ უპირატები იქ? სრულიად საიდუმლოდ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილება 1944 წლის 31 ივლისი მოსკოვი, კრემლი. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრის დაცვის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტი ადგენს გადასახლებულ იქნას საქართველოს სასაზღვრო ზოლიდან ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ბოგდანოვკის და აჭარის ავტონომიიდან 16700 ოჯახი. 86000 სული თურქი, ქურთი და ხემშილი. მათ შორის ყაზახეთში 40000, უზბეკეთში 30000, ყირგიზეთში 16000 ადამიანი. საბჭოთა უშიშროებას ოპერაციის ჩატარება ნოემბრის თვეში დაევალოს. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იოსებ სტალინი. ჯერ მოვიდნენ ვიღაცები, თუმ გეოლოგები იყვნენ, შეისწავლეს ეს მხარ თვითონ სოფელში, ყველა სოფელში, ქართულშიც და რა თქმა უნდა, სადაც თურქები ცხოვრობდნენ. ჩვენ სოფელში ქართველები 60% ცხოვრობდნენ, სოფელი ჭობარეთი 40% იყვნენ მაჰმადიანები. და შემოვიდნენ და ისინი ხალხში გადიოდნენ, გეოლოგები იყვნენ, თვითონ რაღაც თავის წერა. იმითა და მე როცა მოახლოვდა პერიოდი ამათ ჩაიცეს ფორმა უკვე უშიშროების. გასახლებამდე ერთი კვირით ადრე თითქმის ყველა სოფელში უშიშროების ჯარი ჩადგა. სოფლელებს მეორე სოფელში გასვლის უფლებას აღარ აძლევდნენ. გაიბა მავთულხლართები. გადაიკეტა ყველა გზა. ყველას ასეთი აზრი ჰქონდათ. გაყარეს ესეთი ხმები, რომ მაშინ ომი მიმდინარეობდა, არ იყო დამთავრებული, რომ თითქოს თურქეთმა უნდა დაიწყოს ომი ჩვენს წინააღმდეგ. და ამიტომ შემოიყვანეს ჯარები. თურქებს უხაროდათ მაჰმადიანებს ბევრს, რომ აი თავისი თურქების ჯარი შემოვა და იმათთან იქნებიან. 15 ნოემბერს გამთენიისას, როცა ყველას ეძინა,
სამხრეთ საქართველოს 5 რაიონში, 220 სოფელში. უპრეცედენტო სპეცოპერაცია დაიწყო. სამხედროები მაჰმადიანთა სახლებთან გალაგდნენ, რომლებიც დეტალურად იყო შესწავლილი და აღწერილი. მოსახლეობას თავი მოუყარეს სოფლის ცენტრებში. ოპერაცია თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში ერთი სცენარით მიმდინარეობდა. უშიშროების ოფიცერი შეკრებილებს დადგენილებას ხმამაღლა აცნობდა. Согласно постановлению Совета министров Советского Союза, вы будете переселены в Среднюю Азию сроком на 20 лет. Каждая семья имеет право взять с собой в дорогу драгоценности, запас еды на 3 дня, груз не больше тонны. Разойдись! წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ჯარისკაცები ვალდებულნი იყვნენ მოსახლეობისათვის ცეცხლი გაიხსნათ. იმოქმედეთ მტკიცედ მერყეობის გარეშე, ნათქვამია ბერიას მიერ გაცემულ ინსტრუქტაჟში. რამდენიმე საათში მთელი მოსახლეობა უკვე სოფლის ცენტრებში იყო თავმოყრილი. წინააღმდეგობის გაწევას თითქმის არავინ ცდილობდა. უფრო მეტად დაბნეულობა და უძლურება იგრძნობოდა ხალხში. მამაკაცების დიდი ნაწილი ომში იყო. სოფლებში ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ დარჩენილნი. ოპერაცია უშიშროების სამსახურის მიერ შედგენილი სქემის მიხედვით მიმდინარეობდა. მალე სოფლებში სატვირთო მანქანების კოლონები გამოჩნდა. ნოემბრის ცივი ღამე იყო. უკვე ყინავდა. სახლებს ლუქავდნენ და ქონება კოლმეურნეობის საკუთრებაში გადადიოდა. სოფლელებს სატვირთო მანქანებში ერეკებოდნენ. ათასობით მანქანა ახალციხის რკინიგზის სადგურისაკენ დაიძრა. ანზორ ბერიძე ცოლთან და 1 წლის ქალიშვილთან ერთად გაასახლეს საკუთარი სოფლიდან. 220 სოფელი ერთ დღეში დაიცალა. ყველა დაბნეული და დაუძლურებული იყო. კითხვებსაც კი ვერავინ სვამდა. მაჰმადიანებს ახალციხეში მატარებლების გრძელი ეშელონები ელოდათ,
რომლებსაც ისინი სამშობლოდან ათასობით კილომეტრით უნდა დაეშორებინა. სადგურში რაღაც წარმოუდგენელი ხდებოდა. რკინიგზაზე უამრავი სატვირთო ეშელონი იდგა. ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. მოულოდნელად მრავალათასიანმა ბრბომ რაღაცნაირი მოწესრიგებული მწყობრი ნაბეჭით დაიწყო მოძრაობა. ხალხი გაყვეს და ჯარისკაცებმა რამდენიმე ათეულ ადამიანს ალყა შემოარტყეს. მერე წინ გაირეკეს. ალყა გაიხსნა და ხალხი სატვირთო ვაგონის კართან აღმოჩნდა. საქონლისათვის განკუთვნილი ვაგონები უგემზად იყო. ვინც მორჩილებას არ გამოიჩენდა, მათ ძალით მიერეკებოდნენ. ეშელონები დაიძრა. 100,000-მდე ადამიანმა სამუდამოდ დატოვა სამშობლო. ციოდა. ვაგონებში ისეთი სივიწროვე იყო, რომ ადამიანი ფეხს ვერ გაშლიდა. საქართველოდან აზერბაიჯანში, შემდეგ რუსეთში, ბოლოს კი შუა აზიაში. ასეთი იყო მატარებლების მარშრუტი. სიცივე და შიმშილი გაუსაძლისი ხდებოდა. არავინ იცოდა, როდის ან სად დასრულდებოდა სასიკვდილო მგზავრობა. ვაგონში იყო 80 წლის მოხუცი, რომლის 4 შვილი ფრონტზე იბრძოდა. იჯდა მარტო, უპატრონოდ. ის არც განძრეულა. როგორც იჯდა, ისე მოკუნტული გაიყინა და გარდაიცვალა შიმშილისა და სიცივისაგან. ასე მოკვდა 83 წლის ვეისალიც, რომელმაც ერთადერთი შვილი გაგზავნა ფრონტზე. დილით, როცა მატარებელი გაჩერდა, ჯარისკაცმა დაითრია ვაგონიდან მოხუცის ცხედარი და ძირს ჩააგდო. მერე ორმა სამხედრომ მოკიდა ხელი ფეხებზე და ისე წაათრია რელსებზე. კარგად ჩანდა, როგორ იწეოდა მიცვალებულის თავი და ხელების სხვადასხვა მხარეს. ასევე მოკვდა მოხუცი ჰეიდარიც, რომლის 3 შვილი იბრძოდა ომში. ისე გარდაიცვალნენ მოხუცები, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. ისინი შოკში ჩავარდნილნი, ჩუმად გახევებულნი კვდებოდნენ. ჩემი ბავშვი გოგო იყო პატარა. წლისათათ არ იყო, აი. გადააგდეს ავად. აი ეს ამბავები ხდება. ღმერთმა გაშორდა. მიიქნება ესეთი ამბავი. მიიქნება. 40 დღეზე მეტი მიდიოდა ეშელონები შუა აზიის სტეპებისაკენ. გზაში ასეულობით ადამიანი დაიღუპა. წყურვილი, შიმშილი, სიცივე და სიკვდილი მესხებს 40 დღის განმავლობაში თანსდებდა. შუა აზიის რესპუბლიკებში ჩასულ ცოცხლად დარჩენილ ტოლვილებს ისევ შიმშილითა და სიცივით სიკვდილი ელოდათ. ისეთი საშინელი შიმშილობა იყო. ზამთარს სასწაულებრივად გადარჩენილი ხალხი გაზაფხულზე მხოლოდ ბალახს სწოვდა. დედები შვილებთან ერთად შიმშილისაგან იხოცებოდნენ. უამრავი ოჯახი მთლიანად ამოწყდა. შუა აზიაში დაბანტული ოჯახის წევრები წლობით ეძებდნენ ერთმანეთს. ბევრმა ერთმანეთის კვალს ვეღარასოდეს მიაგნო. მათ სამუდამოდ დაკარგეს ოჯახები. დღემდე არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა გადასახლების, სიცივისა და შიმშილისაგან.
არავინ იცის, რამდენი ადამიანი გადაურჩა შუა აზიის სტეპებს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ვინც ომს გადაურჩა, ის მაჰმადიანი მესხებიც შუა აზიაში გაასახლეს. მათ მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ გაიგეს, რაც მათ ოჯახებს დაატყდა თავს. 1956 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, რეპრესირებულმა ერებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მიიღეს. თუმცა ჩეჩნების, ინგუშების, ყარაჩაელებისა და ყირიმელი თათრებისაგან განსხვავებით, მესხებს ამის უფლება არ მისცეს. მათ შეეძლოთ საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ტერიტორიაზე ცხოვრება, გარდა საქართველოს. მესხებს უარი უთხრეს საქართველოში ცხოვრებაზე. ისინი ქვეყნისათვის ისევ საშიშ ხალხად რჩებოდნენ. ეს ადამიანები საბჭოთა ხელისუფლებისათვის ისევ ქვეყნის მოღალატეები იყვნენ. ლოფსანიძე, მერე დადაიძე, მერე გოჯელაშვილი, გოჯელა იცი რა არის? გოჯელა ჩვენი დიდი მამა არია დიდი. ხო. გოჯელი როგორია ისე? ხო. გოჯელი ომარ. და გოჯელაშვილები იყავი? ხო. მესხები ახლა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არიან გაბნეული. ყველაზე დიდი ნაწილი აზერბაიჯანში, მუღანის ველზე ჭაობებში ცხოვრობს. ისინი დღემდე ამაოდელიან სამშობლოში დაბრუნებას. სამოცწლიანი იძულებითი ემიგრაციის გამო მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკვე თავს თურქად მიიჩნევს. ქართული მხოლოდ ერთეულებს ახსოვთ. წადი მოდი სახლის ცული ხები ცხენი велосипеды они бан Вильера. Я Макаридзе, где жила, в Адигёне жила, мои все родственники Макаридзе и в Грузии живут Макаридзе. Да. И это там... Живут в Грузии очень много Макаридзе. Тамарадзе тоже живут. Живут, конечно? Да. Ахацха живет мой родной брат. Да. Макаридзе тоже. Он турок или грузин? Турок. Турок. Пусть откроет дорогу Грузия, я с ними поговорю в Тбилиси, Грузии, Мешхете. Посмотрим тогда, сколько процентов будут турков и сколько будет месхов. Дай Бог, что вернуться на родину, в Грузию. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარეთ მცხოვრებ მესხებს ზუსტი წარმოდგენა არ აქვს თავიანთ წარმომავლობაზე, ისინი საქართველოში, კერძოდ კი მესხეთში დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავენ. საყვარელო რა და რა, მუდამ შენთან მატარა. ქუჩაებში, ეზოებში, კოცნა-კოცნით მატარე. არ დამიწყდა, არ დამიწყდა. ახალციხე, ვალე. Мы вообще, хоть месх, хоть аджарец, хоть мигрелец, это все мы грузины. Это все мы грузины. Это одна национальность, один народ. Это грузины. აზერბაიჯანის გარდა მესხები დღეს უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და რუსეთში ცხოვრობენ. ყველაზე ცოტა დაახლოებით 100 ოჯახი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველოში დაბრუნდა. ისინი იმერეთსა და გურიაში ცხოვრობენ. საქართველომ მესხების მიღებაზე 1989 წელსაც უარი განაცხადა. მაშინ, როდესაც ისინი უზბეკეთშიც დაარბიეს და საკუთარი სახლებიდან გამორეკეს. მაშინ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაიჭრა. 20,000 მესხი
კიდევ ერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი. ანზორ ბერიძე იმ მცირე ოჯახთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საკუთარ სოფელში დაბრუნება შეძლო. ბიჭო, მამა პაპის ალაგი ეს არის. მამა პაპის ალაგი ეს არის. სასტავიდე. მამა თურქეთში მიწარა, თურქეთი არა ვარ. სომეხი არა ვარ. დაბრუნებული ქართველი. თავის ქვეყანას ჩამო. ჩვენ გლახაკ ხალხი არა ვართ კაცო. ჩვენ ბიზაშვილები ვართ, ჩვენ ძმავები ვართ, ძმა. იმ დღე იქნება, რომ ჩვენ წავიდეთ იქ. იქნება თუ არა? რაც შეეხება მე-20 საუკუნის სოციალური წლების გმირებს, ყველამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. სერვერ ბეკჯაყელი 1919 წელს თურქეთში გაიქცა, სადაც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გენერალი კვინიტაძე, ვისი სარდლობითაც მესხეთი საბოლოოდ დაუბრუნდა საქართველოს, 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საფრანგეთში გაიქცა. სიცოცხლეც იქ დაასრულა. შალომ აღლაკელიძემაც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ უცხოეთ შეაფარა თავი. მან მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიაში გენერალის ჩინით დაასრულა სამხედრო კარიერა. რაც შეეხება ომარ ფაიქს, ის საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას ბოლშევიკური რევკომის წევრად მოევლინა ქვეყანას. შემდეგ ბაქოში წავიდა საცხოვრებლად, სადაც დღემდე როგორც აზერბაიჯანის საზოგადო მოღვაწეს დიდი პატივით იხსენიებენ. 1927 წელს, როცა ის მესხეთში თავის სოფელში ჩავიდა, ლავრენტი ბერიაც ბრძანებით დააპატიმრეს და დახვრიტეს, როგორც თურქეთის აგენტი. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ბოლომდე ბურუსით მოცული და ამოხსნელი დარჩა. ლავრენტი ბერია 1953 წელს სტალინის გარდაცვალებიდან 3 თვეში დააპატიმრეს და დახვრიტეს. სტალინის სიკვდილამდე ზუსტად 500 წლით ადრე, 1453 წელს, კონსტანტინოპოლი თურქებმა დაიპყრეს და სახელად სტამბოლი უწოდეს. იმავე წელს დაიშალა ერთიანი ქართული სახელმწიფო. 1453 წელს გიორგი მერვეს გადაუდგა სამცხის მთავარი ყვარყვარე მეორე ათაბაგი და მესხეთი ერთიან საქართველოს ჩამოაშორა. ეს კუთხე მოწყდა ქართულ სივრცეს. მოგვიანებით თურქეთის გავლენამ და მოსახლეობის გამაჰმადიანებამ მთლიანად დააშორა მუსულმანები და ქრისტიანები ერთმანეთს. ის კუთხე, სადაც ერთიან საქართველოს ჩაეყარა საფუძველი, საიდანაც ბაგრატიონთა სამეფო შტო ჩაუდგა ერთიან საქართველოს სათავეში, თვითონ აღმოჩნდა სამშობლოსგან მოწყვეტილი. მათ დიდებულ წარსულზე ახლა მხოლოდ იქ შემორჩენილი ისტორიული ძეგლები და ნასახლარები მეტყოლებს. ახლა ქართული ცივილიზაციის აკვანი, მესხეთი, ორ ნაწილადაა გაყოფილი. მცირე ნაწილი საქართველოს შემადგენლობაშია. დიდი კი თურქეთს ეკუთვნის. მე-15 საუკუნის შემდეგ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული და ამოუხსნელი მოვლენა მოხდა. მესხეთის მაჰმადიანი მოსახლეობა პოლიტიკური ბრძოლის ბრმა იარაღად გამოიყენეს. ისინი ერთნაირი თავგანწირვით იბრძოდნენ საქართველოს სამეფოს, რუსეთის იმპერიისა და დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. პოლიტიკური ბრძოლების გამო რელიგიური ნიშნით გაყოფილი ქართველები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში კომუნისტურმა ხელისუფლებამ გლობალური პოლიტიკური თამაშების დროს ეს ხალხი საბოლოოდ გაწირა.